მოგესალმებით, მეგობრებო. წინაზე ერთ საინტერესო ვიდეო ჩავწერე, რა არის ბედნიერება უფრო ასტროლოგიური თვალსაზრისით, კარმული ასტროლოგიის თვალსაზრისით, ეზოთერული კუთხით და მინდა ეს თემა ცოტა კიდე განვავრცო და კიდევ ჩემი მაგალითად გამოცდილებებით შემოგთავაზოთ პირადი კონსულტაციებიდან, მაგალითად ფსიქოლოგიური კვლევებიდან, ასტროლოგიის გავლით, ესე რა ვთქვათ, და ამ შემდეგ და წინა ვიდეოში ვილაპარაკე იმაზე, რომ ბედნიერება არის უპირობო, როდესაც საკუთარ თავში ვახდენთ გამთლიანებას, როდესაც გარეთ აღარ ვეძებთ იმ ემოციებს, რომელიც ჩვენ შიგნით არის და ყველაზე მთავარი ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, მაინც აი ესე თუ ისე ამ ვიდეოში შემოგთავაზებთ და თან ყველაზე საინტერესო რა არის, რომ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ხედავთ უკვე სხვებსაც. იმიტომ რომ ჩვენ თავში რომ დავბრუნდეთ, ძალიან კარგად გვახედებს ამას გარშემოყოფები ადამიანები. იქნებიან ეს ახლობლები, საყვარელი ადამიანები, შეყვარებულები, ქმრები, ცოლები და ასე შემდეგ, ხო? და რა არის ახლა ჩემი კუთხითაც გთავაზობთ, მაგალითად გამოცდილებას, დაკვირვებას, როდესაც გვაქვს შინაგანი ხილული, ანუ ხილავი, ან არაცნობიერი, ან გაცნობიერებული, მაგალითად სურვილები, რომ ეს მინდა და გულახდათ რომ გითხრათ ასტროლოგიურად შეიძლება ეს ძალიან დიდ ხანს ჩანდეს პროცესი, რომ ადამიანს რა უნდა სიამდვილეში ეს დიდ ხანს ვერ იპოვოს ხო საკუთარ თავში, უფრო თერაპიული დაკვირვებებით, უფრო დრო ჭირდება, ის ატომი თუ არის ჩართული ჩვენთან რუკაში მაგალითად და რომ მიხვდეს რა უნდა ხო ადამიანს ზოგადად შინაგანად ოღონდ ხო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ რაც გვინდა შინაგანად, რასაც ან ღირებულებების კუთხით სწორად ვთვლით, რომ ესე უნდა იყოს, ან გვაკლდა მაგალითად ბავშვობაში ის, რაც ჩვენს ფსიქიკაში ჩაილექა, მაგალითად არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად რაღაც ერთი სტანდარტი უნდა გვინდოდეს ყველას და ყველანაირად ერთნაირად უნდა ვიყოთ პატერნებში, ხო? ყველასთან ინდივიდუალური სურვილები არის, ეს რუკაში ძალიან კარგად ჩანს. მაგრამ როდესაც აი ამ სურვილებით შემოდივართ გარის სამყაროსთან და ვეჯახებით ასევე იმათ დამოკიდებულ სურვილებს, პატერნებს, ოცნებებს, შიშებს, ტრამვებს, ასე შემდეგ აქედან გამომდინარე, ხო? ჩვენი სურვილები არათუ კმაყოფილებული ხდება, საერთოდ ვერც გხედავენ. ადრეს ვილაპარაკე რამდენიმე ვიდეოში, ეს თან ყველაზე საინტერესო ჩვენც ვერ ხედავთ მათ, ხო? ანუ ჩვენ ყველანი რაღაც არაცნობიერ ძილში ვართ წასულები ჩვენ სურვილებში, ჩვენს ოცნებებში. მაგალითად, ცხოვრებისეულ დრო დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. აი თუმე მაგალითად მანგრევს რაღაც კრიზისი, ხო? აი ფინანსებთან დაკავშირებული კრიზისები, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ქვეცნობიერი ძალიან არის დამოკიდებული უსაფრთხოება იქნება, ეს ეგო იქნება, ეს შიშები თუ რაც ყველას თავისი აქვს ფინანსურ თემას. შესაბამისად, ის ემოციები, რაც მე მინდა რომ გამოვავლინო, ხშირად შეიძლება ფინანსებით დაკმაყოფილდეს და შესაბამისად მე მეშინია ამ ფინანსების დაკარგვა, როგორც ემოციური ბედნიერების დაკარგვა, ხო? სადღაც მივდივართ სიამოვნების დაკარგვის შიშთან, ხო? ადამიანის შინაგანი სამყარო არის ორიენტირებული, რომ მან სიამოვნება მიიღოს და როგორც ეს სიამოვნება არ არის დაკმაყოფილებული, ან საერთოდ უიმედო მდგომარეობაში არის რა ის როდესმე ამას მიიღებს მაგალითად, ხო? აქედან მოდის უკვე კონფლიქტი, შიდა კონფლიქტი, გარე კონფლიქტიც ამავე დროს, გარე სამყაროსთანაც კონფლიქტი. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ არ გვესმის ერთმანეთის, ან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შეიძლება მე არ ვიყო ის წყარო, რომელიც ადამიანს მისცემს იმ სურვილს, რაც მას უნდა, მაგრამ ის წყარო შემიძლია ვიყო, რომ მე მესმოდეს, რომ მას ეს უნდა. საქმე იმაში არის, რომ ეს საერთოდ არც გვესმის ხოლმე, როგორც წესი, თუ ან ფსიქოლოგიური განათლება არ აქვს ადამიანს, ფსიქოლოგიური განათლების ხალხსაც არ ესმის ხოლმე ხშირად და საერთოდ ზოგჯერ არის დასწავლილი აი ესე უბრალოდ დასწავლილად გააზრების ან შინაგანი გაცნობიერების გარეშე რო არის მაგალითად ფსიქოლოგიაში და შესაბამისად არ აქვს მზაობა მიიღონ სხვისი ემოციები, ხო? ესეც გარკვეულწილად ყველა სფეროში არის ხოლმე ეს პრობლემა, ანუ ესეც რო ვთქვათ, რომ ფსიქოლოგიის ცოდნა არ განაპირობებს იმას, რომ ადამიანს შეეძლოს მაგალითად სხვა ადამიანების დანახვა შიგნიდან, ხო, შინაგანი ემოციური კუთხით, მაგრამ
აქ არის უნარები, რა თქმა უნდა, ადამიანური უნარები, ზოგს აქვს ამისი უნარი, რომ თუნდაც დიპლომის გარეშეც ხედავდეს, ზოგს არ აქვს უნარი, რომ თუნდაც რამდენიმე დიპლომით ვინმე დაინახოს, ხო? საერთოდ მე მგონია, რომ თანამედროვე განათლებაც და თანამედროვე ცოდნაც გადავა უნარების განვითარებას და არა უბრალოდ სწავლაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვითომ ცოდნე, დიპლომიანი, უბრალოდ ვერ არის იმ სფეროში თავის ადგილა სიტყვაზე ეხინთან მიხვალთ თუ სადაც არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ყველგან არის ეს პრობლემა, მაგრამ ეს არის ობიექტური, ეს არის გარემოებებზე ორიენტირებული, ეგეთია ცხოვრება, ძალიან დიდი ფილოსოფიის გარეშე რო გითხრათ, ხო, ჩავლებრივი მოვლენა არის, საკაფრი განსაკუთრებით. და მაგიტომაც ვეცებთ ხოლმე მე ან კარგ სპეციალისტს, ან ცოდნეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აქ რა არის ძალიან საინტერესო, რომ აი შინაგანი ხედვა თუ არ არის და მე ვერ ვხედავ სხვა ადამიანს, საქმე იმაშია, რომ მე მიჭირს დაბრუნება საკუთარ თავთან, შესაბამისად. იმიტომ რომ აქ იღვიწებს ისევ პატარა ბავშვი, რომელსაც უნდა დედიკო და მამიკო, ძალიან მარტივად რო გითხრათ, კარმულ ასტროლოგიაში ცოტა ესე არ უყურებთ, რომ დედიკო და მამიკო უფრო არქეტიპულ დონეზე მუშაობს. ეს მამის ენერგია არის, ეს ზოგადად ცოტა ესეთ, აი მამა ღმერთი რო იძახდნენ ხოლმე, ხო, რა ამბობენ, აი ეს არქეტიპი უფრო მამის, ანუ ღვთიურ ენერგიასთან არის კავშირში, ღრმა არაცნობიერში. ესე ამბობენ ეზოთერიკოსებიც მაგალითად, ხო, ფსიქოლოგიაშიც გარკვეულწილად არის რაღაც ესეთი, ხო, და ასტროლოგიაშიც გვაქვს ეს მიმართულება მზის თემით მაგალითად, ან რაღაც უფრო ესეთი მზის ენერგიებთან რაც არის, ხო, დაკავშირებული. და დედის ენერგია, ეს არის დედამიწასთან კონტაქტი, ეს არის მატერიასთან კონტაქტი და უბრალოდ გამტარები არიან მშობლები ამ ენერგიის ჩვენთვის, ხო? და როდესაც ჩვენ მაგალითად ამ არქეტიპებში ტრიალებთ, ოღონდ ბავშვის როლში, იქ ჩვენ არ გვინდა პასუხისმგებლობის განმარტება საკუთარ თავზე და ისე მედივართ პატარა ბავშვებით მინდა ხო სხვებთან მაგალითად. და ყველაზე დიდი ფრუსტრაცია და ყველაზე დიდი განცდები არის, როდესაც მაგას ხვდები, რომ მე ვერ მივიღებ ამას. მე ვერ მხედავენ რა კუთხით იცით, თუნდაც აი მე მინდა ემოციური მოსმენა და მეუღლე იქნება, მშობელი იქნება, თუ რაღაც ვერ ხვდებიან მე რა მინდა, ხო? ყველა ადამიანს აქვს ეს მომენტი და განსაკუთრებით ვინცაც ყველაზე მეტად ვერ ხედავდნენ, აი ესენი იკრიბებიან ხოლმე მერე ტრამულ სცენარში სადღაც და ერთმანეთს ეხმარებიან, ხო, გარკვეულწილად, იმიტომ რომ იციან უკვე ეს რა არის. ზოგს არ აქვს საერთოდ გახვიძება დაწყებული, რომ ამას მიხვდეს, რომ ეს ყველაფერი აკლია, ხო, ამას ემოციური ინტელექტიც სჭირდება. შინაგანი და აქედან ხდება ხოლმე მერე ის მომენტი, რომ აი თუ ხდება გაღვიძება, მერე ვაცნობიერებთ ამას, რომ სადღაც მარტონი ვართ და მერე აქ დეპრესია, სევდა, ნეგატივი მოდის. არის გაუცნობიერებელი დეპრესია, არ ვიცი რატომ აქ და ცუდად ვარ და არ ვიცი რატომ აქ და აი შემდეგი ეტაპი არის უკვე გაცნობიერებული, როცა უკვე შეხვდი იმ დანაკარგს, შეხვდი იმ ფრუსტრაციას და ეხლა ხარ გლოვის პროცესში, ხო, არაცნობრივ შეიძლება ძალიან ვითომ გარე სამყაროსთვის ეს ძალიან წვრილმანი იყოს, მაგრამ შინაგანად აღიქმებოდეს როგორც რაღაც სერიოზული დანაკარგი, ხო, როგორც სერიოზული ფრუსტრაცია, ხო, ცხოვრებისეული. ამიტომ გარედან რაც ჩანს, რომ ყველაფერი კარგად გაქვს და მშვენიერი ოჯახი გყავს, რა გაწუწუნებს, რა გატირებს, ესე არ მუშაობს, ხო, იქ შიგნით ღრმად შეიძლება მხოლოდკევილი იყოს, იმიტომ რომ ფსიქიკა ყველაფერს ცოტა სხვანაირად ხედავს, ქვეცნობრივი ცოტა სხვანაირად ხედავს. შესაბამისად, აი ამ ბედნიერების მოპოვებას სჭირდება სერიოზული შრომა. შრომა, ემოციური ინტელექტის გაძლიერება და გაღრმავება, ცნობიერების შეცვლაც გარკვეულწილად, იმხელა ეტაპი არის ბედნიერების მიღწევა, რომ ზოგს მაგალითად აქვს განცდა, რომ ამის თავი საერთოდ არ აქვს, აი თუნდაც ახლა ძალიან ეზოთერული კუთხით რო გითხრათ, ახლა ადიქციური, ანუ ან ნარკოტიკებზე რო არიან, ან სასმელზე რო არიან მაგალითად, ხო? ან რაღაც პრეპარატებს თუ იყენებენ, არ ვიცი, მე მაგ თემასთან არა მაქვს ესეთი შეხედვა. ეზოთერული კუთხით ეს არის, როდესაც არ გვინდა გამოვიმუშაოთ, აი ესე შრომით ბედნიერება, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არ არის, რომ მე ბედნიერი ვარ, ვიცინი, ღიარულად არ, ამას შრომა ჭირდება, ამას გამომუშავება, სატრუნი ჭირდება ამას, ხო? და აი ამ გამომუშავების გზაზე ჩვენ ფაქტიურად უნდა მოვიცილოთ მატერიალური ეს ეგო, სურვილები, მიჯაჭულობები და გავთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან
და შესაბამისად მე მოვიპოვოთ ეს ძალიან ბუნებრივად, ხო, აი ეს ბედნიერების შეგრძნება, ან თვითკმარობას ვამბობთ ხოლმე ახლა ამ შემთხვევაში თვითკმარი, ანუ როდესაც უპირობოდ მე ჩემ თავთან ბედნიერებაში ვარ, უპირობოდ მე სადღაც თვითკმარობაში და ბედნიერების დამსახურებულ შეგრძნებაში ვარ, ესე ვთქვა. როცა ეს არ არის და გადახტობა გვინდა, მუქთად, აი მაშინ მოდის ხოლმე ნარკოტიკების თემა, მაგალითად. ან ვიღაც სხვა ადამიანი გჭირდება ამისთვის, ვინც ამას შეგვისრულებს, მაგალითად ეს მაქვს ხოლმე ეს პირად ურთიერთობებზე ლექციები. და აი მან და ჯგუფურ თერაპიები იქნება თუ უბრალოდ ლექცია, კარგად ჩანს ეს, როდესაც ხალხი შემოდის მაგალითად კომუნიკაციაში, თან კარგად ჩანს, რომ ჩვენ ის რაც არ გვინდა გამომიმშავთ თვითონ, ვირჩევთ პარტნიორებს მაგალითად, ან მეგობრებს, ან ვიღაცებს, ვინც აი მუქთაზე გაგვიყვანს და შრომის გარეშე მოგჭაცემს იმ ენერგიას, რასაც ჩვენ არ ვიყენებთ, ხო? არ გვინდა. იმიტომ რომ აი ეს არ არის რომ უბრალოდ ან ზარმაცები ვართ, ან არ გვინდა, ეს არის რომ ან არა გვაქვს შესაბამისი განუვითარება, აი საფეხური მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ინკარნაციულ გამოცდილებას იძახის ესოთერიკა მაგალითად, რომ აი ადამიანი არის ზოგჯერ რომ აი ლაპარაკები რაღაც ისეთ მნიშვნელოვანი და უბრალოდ არის მის არ ისმენს ან ვერ ხვდება, ხო? ან ჩვენც ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ ვიღაც ახაც შეიძლება ძალიან სერიოზულ რაღაცას ექსისტენციალურს მიყვებოდა და მე ვერ მივხვდი რაც მეუბნება, ხო? რო ჭირდებოდეს, გამოცდილება ჭირდებოდეს, ანუ იგივე, ან ინკარნაციული გამოცდილება, ან ასაკობრივი გამოცდილება შედარებით უფრო პატარა მასშტაბის თემებზე, რო ვთქვათ, ხო? მაგალითად, ახლა 20 წლის ადამიანი იგივე ეს ვერ მიხვდება, რამდენსაც 40 წლის ადამიანი ისიც გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო? აი, ძალიან და არის კარმული თემა კიდე, როდესაც არის მაგალითად ტაროში ძალიან კარგად ჩანს ეს, ხა მე დიდი მცოდნე არა ვარ ტაროსი, უფრო ფსიქოლოგიურად ვიყენებ ხოლმე და სხვა შეიძლება რაღაცას გასწავლეთ ხა. ცოტა გადაუხვევ, მაგრამ აი მაქვს ესეთი ბევრნაირი სხვათა შორის, მაგრამ ესეთი ტაროს არკანები და ძალიან კარგად შეიძლება ფსიქოლოგიურად საკუთართავზე მუშაობა. ეს ადვარ ახლა მე რა ენერგეტიკა არის ახლა ჩემი. ChatGPT-ში ჩაწერთ ხა ვისაც ფასიანი ვერსია აქვს, მე ფასიანი ვერსია მაქვს და პირდაპირ ფოტოს ვუხებ ხოლმე და ჩავაგდებ ხელოვნურ ინტელექტში და დამილაგე ახლა ეს ვეთქი, ეს კითხვა მქონდა და ახლა ეს ანალიტიკურად დამიდე. ისე საინტერესოდ დებს სხვათა შორის, ისე საინტერესოდ ამოგიყრით და აი ეს თემა, რომ იერარქიების თემა ცოტა გადაუხვია, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს ეს თერაპიულად. ან ადამიანის ენერგეტიკული პორტრეტი თუ გინდათ გაიგოთ და საკუთარ თავზე, ახლა ზოგი სხვებზე ციყენებს ხოლმე ამას. და ძალიან კარგად მუშაობს ტარო ამ კუთხით. თერაპიულადაც მუშაობს, იმიტომ რომ აი ამ არკანების არქეტიპებზე, როცა უყურებ მაგალითად, ხო, აი რა ენერგეტიკაა ჩემში, იწყებს უბრალოდ დაფიქრებას. აი როგორც ახლა ასტროლოგიურ კომბინაციებს ვიყენებთ, რომ დავგუგლოთ და წავიკითხოთ, ასევე შეგიძლიათ ტაროზე ძალიან კარგად იმუშაოთ. ლენორმანის კარტზეც და ტაროს კარტზეც, ხო, მართლა საინტერესო პრაქტიკა არის ჩემთვის, თერაპიული პრაქტიკა არის საკმაოდ და რა არის ახლა აქ ტაროს არკანებში? არის მაგალითად ესეთი პაჟები, დაბალი რანგი, მერე არის რაინდები, და მაღალი რანგი, ნუ მერე მეფეები არის, ხო? აი ესეთი იერარქიული ენერგია ზოგჯერ მაგალითად როცა ან შლიდით ხოლმე კარტს, ხო, რაღაც ისეთი თერაპიულად და ნუ არის იქ რომ პაჟებში არის ადამიანი და მისი განვითარება გზის უნდა იყოს მეფემდე. ზოგჯერ არის ესეც რომ ადამიანს მეფე გონია თავი და სამდროში პაჟი არის, ხო? აი ამ სიმბოლიკით შეგვიძლია ავხსნათ ახლა აი თუნდაც იერარქიულ ინკარნაციულ გამოცდილებაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? რომ ვიღაცები ვართ მაგალითად პაჟების მდებარეობაში, მენტალურად, გამოცდილებით, უნარებით, აი ეს უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა განათლება, არა დიპლომი, არამედ შინაგანი გაზრების დანახვის უნარები, გაცნობიერების უნარები. რაც უფრო მასშტაბური არის დანახვის უნარი და ეს არ ნიშნავს დიდ ლოგიკურ აზროვნებას, ეს გულისხმობს შინაგან ინტუიციურ წვდომას, ან ინფორმაციასთან, ან ემოციასთან, ან გარემოსთან. როდესაც ეს ინტუიციური წვდომა არ არის, ინტუიციას მე არ გულისხმობ რაღაც მისტიკას, ხო? ეს არის შინაგანი უნარი, ვიგრძნო სხვადასხვა, აი ძალიან კარგად არის ჩვენთან ასტროლოგიაში პლუტონური ინტუიცია, რომელიც უფრო
აი უხილავად აგროვებს ეს ინფორმაციებს და უხილავად უკვე ანალიტიკურ სქემას დგამს, იცის რა იქნება მომავალში, იქიდან გამომდინარე, რომ აი გარემოს შეფასება შეუძლია უფრო სიღრმისეულად, უფრო ენერგეტიკულ დონეზე და შემდეგ უკვე ეს ძალიან კარგად ჩანს, ვთქვათ, მომავალში რა ენერგიას მოგცემს. პლუტონი, მორიელი, მე როეს ახლით ჩვენთან ამ ენერგიებთან ძალიან კარგ წლომაში არის ანალიტიკასთან. ამიტომ აი ამ უნარებზე როცა ვლაპარაკობთ, ხო, ეს ზოგჯერ არის რომ ვერ ავხტებით ახლა პაჟური ენერგიიდან მართლა მეფეზე, ვთქვათ, ინკარნაციულ დიდ მასშტაბებს თუ ავიღებთ, ხო? მაგრამ შეგვიძლია გავამჯობესოთ მდგომარეობა, ხო? უფრო დავძრათ წინ, განავითაროთ. მე რასაც ვაკვირდებოდი, თუნდაც ახლა ჩემი პირადი პრაქტიკითაც გეტყვით, ყველაზე მეტად მე თუ რამე უნარები განმევითარდა, ეს ფსიქოლოგიური პრაქტიკებიდან გამომდინარე თერაპიებში, წარმოსახვე თერაპიებში, შეტვერაშვილთან მაგალითად იქ ჰიპნოთერაპიებში, ამ ყველაფერმა იმდენი უნარები გააღვიძა ჩემში, ხედვის უნარი, ხო ეხლა ის არა გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ვიღაცაზე ვიმოქმედოთ ან რაღაცა და ეს არც უნდა იყოს, ხო საინტერესო. იმდენად მრავალფეროვანი, მრავალშრიანი ხდები, მე თვითონაც გაგების კუთხით, კონტაქტზე გადიხარ სხვებთან, სხვების ენერგიასთან, რომ აი აქ უფრო შემოდის აი მსხვერპლის გაშვების განცდებით, როდესაც მე გავაცნობიერე, თქვა, ჩემი ჭეჭულობები, პირობითად მე ესე გეუბნებით ახლა, როდესაც გავაცნობიერე, სად იყო ჩემი ოცნებები, ჩემი სურვილები სხვაზე მიბმული, გარემოზე მიბმული, მე ჯერ ვათავისუფლებ მათ ამ ვალდებულებისგან, რა შემისრულონ ის სურვილები, მაგალითად, აღარ ვთხოვ ადამიანს იყოს ის, რაც მე მინდა. და ვეძებ ისეც, რომელთანაც რაღაც ურთიერთ კომპრომისი მექნება, შეიძლება ის არ იყოს ბოლომდე, რაც მე მინდა, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა მნიშვნელოვან კომბინაციებს აკმაყოფილებდეს და მე შესაბამისად ვხედავდი მის მოთხოვნილებას, მეც უკმაყოფილებდი. აი ეს იქნებოდა პირადი ურთიერთობა, იქნება ეს მეგობრული ურთიერთობა თუ რაღაც სხვა დონის, ეს იქნებოდა, ნუ ყველაზე ეფექტური და ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ეს არის მაქსიმუმი მიღწევის სიტყვაზე და არა ის, რომ ესრულად ჩემს კმაყოფილებას შემოვიყვანო ვიღაცა, ხო? იმიტომ რომ ესეც დეგრადაციაში მიდის, იმიტომ რომ რაღაც დაუკმაყოფილებლობა, რაღაც კრიზისი ცოტა გვიბიძგებს ხოლმე განვითარებისკენ. უბრალოდ არ უნდა იყოს ეს ისე მაქსიმალურად, რომ აი მე გავცემ ყველაფერს და იქიდან არაფერი არ მოდის. ხოშეს მე ძალიან ხშირად მახასიათებს ხოლმე ეს, რომ უფრო გავცემდი ხოლმე ყოველთვის ემოციას, მანდაც ჩემი პრობლემა იყო, რომ მე ვხედავ, მე 12 სახლები მზე ვარ, ხედავ პრობლემას, მეწოდებიანერე, რაკნას არ ესმის და მე რეკ ჩემი პრობლემა რო ხდება, თუ ისინი გადასადებად არიან. ხანდა მე რო ხდები ამასაც, რომ აზრი არა აქვს. ამ ყველაფერს და ჯობია დატოვო თავის პრობლემებში და მიხედავ სამყარო თვითონ ამ ადამიანებს, ხო? სადღაც არ დატოვებენ დაუმუშავებელს არავის, ესე რომ თქვა. და ნუ მე ეგეც შეინი გამცდა არის, ხო? ეგეც შეინი პრობლემა არის სადღაც, ხო? და აი ეს ნენელა, როდესაც შიფრავთ თავს, მაგალითად, ამას ინკარნაციული გამოცდილება ჭირდება უფრო დიდ სურათში, მაგრამ ჩვეულებრივ სურათში ჭირდება ფსიქოლოგიური განვითარებაც, სწავლა განათლებას, გულისხმობ უფრო საკუთარ თავთან დაკავშირებულს, აი ადრეც ვისაუბრე მამაკაცებზე, ხშირად მაგალითად კაცები არ ყვებიან თავიანთ პრობლემებს სხვებთან. გეგონება ხა დიდი ტვინის პატრონები იყვნენ ზოგიერთი მაგალითად, ხო, რომ ხა თვითონ მოწვან რაღაცები. ნუ ეს საზოგადოებრივი სტერეოტიპული კუთხით უხერხულია, ხო, თითქოს შენ პრობლემებზე ილაპარაკო და ნუ მე ვაწყდებით ხოლმე, რომ ახლართული პრობლემები არის, არ ვითარდებიან მაგალითად. მე ხა სტანდარტს გეუბნებით, თორე ჩემს ირგვლივ მაინც ესეთი გაუცნობიერებელი მამაკაცები არ იმყოფებიან ესეთ დონეზე. მაგრამ ზოგადად, რასაც ვაკეთებ, არც ჩემთან მოდიან ესეთი ხალხი, ბევრად განვითარებული და ბევრად განსხვავებული ხალხი მოდის. ტრაპსფეროთ ვინც ინტერესდება უკვე რაღაც კუთხით გადალახული აქვს ეს, ხო, რაღაც საზოგადოებრივი სტერეოტიპები. და შემდეგ მოდის რა იცით, რომ როდესაც აი ეს შინაგანი გაცნობიერება ხდება, თქვათ მე სად კარგავ ჩემ საზღვრებს, სად გავცემ იმაზე მეც, ვიდრე იქით ვიღებ მაგალითად, ხო? აი აქ მოდის უკვე განსაკუთრებით მსხვერპლის განცდა, განსაკუთრებით ენერგეტიკული დანაკარგები, სუფთა ეზოთერული კუთხით რო ვილაპარაკოთ. აი თუნდაც მე რო ადამიანის მიმართ რაღაცის მოლოდინი მაქვს, ეს უკვე ენერგიას მაკარგვინებს.
ეს უკვე ფრუსტრაციაში წამიყვანს აუცილებლად და ეს არის ნაბიჯის გადადგმა არასაკუთარი თავისკენ, არასაკუთარი ინტერესებისკენ, ხო ეს არის ნაბიჯის გადადგმა, როდესაც მე კიდევ უფრო ვშორდები ჩემ თავს, ხო, აი შანსის მიცემებს გულისხმობ ადამიანებში, ან უბრალოდ მოლოდინი, რომ აი ეს შეიცვლება, ეს ამასთან რაღაც სხვანაირად წავა, ხო? ხშირად აქვთ ხოლმე თუნდაც შვილებთან ეს მოლოდინები, რომ არა, ეს აი ამას გააკეთებს და ამ დროს ამ ბავშვს საერთოდ სხვა რაღაცა უნდა, ხო? აი აქ მედის ენერგიის დანაკარგი, საკუთარ თავთან მიდის ის, რომ მე სადღაც ჩემ თავში კი არა ვარ, სხვაში ვარ, ან სხვისგან ვითხოვ ამ სურვილების დაკმაყოფილებას და ამ დროს ვერ ვხედავ იმ ადამიანს საერთოდ. შესაბამისად, ვერც მას ვაძლევ სიყვარულის განცდას, უპირობო სიყვარულის, იმიტომ რომ მე მაინც მოლოდინებში ვარ და არ ვიღებ იმას ესეც, როგორიც არის. და თან საკუთარ თავსაც არ ვაძლევ სიყვარულს, იმიტომ რომ მე თუ სხვისგან მოველი, ესე იგი ჩემ თავისგან არ მოველი, ჩემ თავთან არ მინდა რაღაცები გავაკეთე, ხო? მარტივად რო გითხრათ და აი აქ მოდის უკვე ძალიან დიდი დაშორება საკუთარ თავთან. აი ეს ყველაფერი ძალიან გვაშორებს იმ ბედნიერებას, რომელსაც თავიდან საუბრობდი, რომელზეც საუბრობდი. თვითკმარობის, ანუ შრომით გამომუშავებელი ბედნიერება და არა უბრალოდ მუქთა. მაგალითად, ფულით ვიყიდი რაღაც დროებით ბედნიერებას, იქ შოპინგით ვიყიდი მაგალითად, ან იქ სამოგზაურო წავალ, კარგად ვიქნები და მერე ისე მჭირდება ეს სტოპინგებს რო ეძახიან, ხო? ეს აუცილებელია, ეს მნიშვნელოვანი არის, მაგრამ როდესაც მხოლოდ ისეთ რაღაცები გვაბედნიერებს, ესე იგი შინაგანად არის მაინც რაღაც სიცარიელი. სულიერი სიცარიელი. სულიერი სიცარიელი მოდის მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან კონტაქტი არ აქვს, არ გვესმის ჩვენი თავის, არ გვესმის რა გვინდა და ენერგიას ვხარჯავთ აბსოლუტურად უაზროდ ან სხვებზე, ან გარემოებებზე, ან იმ სურვილების დაკმაყოფილების რესურსს ჩვენ თავში ვერ ვხედავთ. შესაბამისად, ხო? აი ძალიან რთულ გზას გიყვებით ახლა. მაგალითად, რომელიც სავარაუდოდ საბოლოო ჯამში ყველა გავივლით მაინც ასე თუ ისე, ზოგი ავად, ზოგი კარგად, მაგრამ აი თუნდაც ვინც მაგალითად, აი ხა ცოტა ისეთ ფრთხილ თემას შევეხებით, თუნდაც აი ადიქციაში რომ მოდიან ხოლმე ჩემთან, ხო? ძალიან ხშირად იქ არის აქცენტირებული, ნეპტუნი უნდა იყოს აქცენტირებული გასაგებია, ან კუროს ენერგია, ან ვენერას ენერგია, ხშირად ეს შავი მთვარის თემები არის ხოლმე, ან მერვე სახლი უნდა იყოს, ან მორიელი უნდა იყოს, რაღაცა ისეთი ძალიან სპეციფიური კომბინაციები არის, რომელიც აი ძალიან გამოხატულად მეგვენიშნებს ხოლმე ამ პრობლემებს და ეს ხშირად არის აი ეს მუქთა თემა. მე არ მინდა გამოვიმუშავო ენერგია, მე არ მინდა არაფერს ჩავდო ენერგია. ჩემი ქვეცნობიერი ამისგან სასწარკვეთილი არის. იმიტომ რომ მან იცის, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ. მან იცის, რომ მე საერთოდ დაშორებული ვარ იმ ყველაფერთან, რაც უნდა გავაკეთო, არ მინდა რომ ეს გზა გავიარო, იმიტომ რომ მგონია, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი. ზოგთან მართლა არის ახლა, რომ ინკარნაციული გამოცდილებით იმდენად შორს არის იმ მიზანთან, რაც უნდა იყოს, რომ ინტუიციურად ხვდება, რომ იქ ვერ მივა, მაგრამ ესეც ზედმეტი ეგო არის, ხო, რატომ უნდა იყოს, რომ აი უკვე კარგად ვიყო. მოდი, შორსა ვარ, მაშინ კიდევ უფრო მეტი მუშაობა დამჭირდება და აუცილებლად მივალ იქამდე, ხო? და ეს პატარ-პატარა ნაბიჯები ნელა უფრო კვაყოფილებას გამოიწვევს, ხო? და მანდაც მიდის უფრო აი კონსულტაციის დროს თერაპიული მუშაობა ამ ყველაფერზე, უფრო შინაგანი მიმღებლობა იმისი, რომ არ ვარ იდეალური. რომ არ ვარ იმ იქ არ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო, იმიტომ რომ ინტუიციურად მოხვდები იმ აი ლილითზე როცა ვიძახი, ან შინაგან ჭრილზე როცა ვლაპარაკობთ, მე ვიცი იქ სინამდვილეში რა მაკლია, არაცნობიერმა იცის. და იქ რო ვერ მივალ, ეგეც იცი და მე უკვე საერთოდ იშავ ენერგიაზე, საერთოდ არც მინდა რომ შევეხო, იმიტომ რომ ყოველი ეს ჩემი მუშაობა მეგონია რომ ტკივილთან იქნება ასოცირებული, როგორ არაფერი არ ვიცი და როგორ ნულზე ვარ ამ სფეროში. და აქედან მიდის მერე აი ეს მუქთა მიღება ბედნიერების ხელოვნურად სინთეთიკური ბედნიერება, მოდით ესე ვთქვათ, რომელიც სინამდვილეში რას აკეთებს, იცით? აი ბედნიერება, როცა არის შრომით და გამომუშავებით, ხო? ეს არის სერიოზული სულიერი ნახტომი, ეს არის სერიოზული ენერგიის კიდევ უფრო მიღების
ძალიან სერიოზული საშუალება, სულიერი განვითარება, ევოლუცია არის ეს. როდესაც არის სინთეთიკური ბედნიერება, ეს არის სრული დეგრადაცია. იმიტომ რომ ეს სხეულზე ზემოქმედებით ვცდილობ მივიღო სულიერი ბედნიერება, ამ დროს ის სულიერიდან უნდა მომდინარეობდეს და არა სხეულებრივად, ხო? სხეულიდან მიიღო სულიერი სიამოვნება, აიძულოს სულს განიცადოს ის, რაც არ დამსახურებია. ეზოთერიკა ამას იძახის, რომ მომავალ თაობებს ან მომავალ ჩვენ ინკარნაციებისგან ვსესხულობთ, ვიღებთ ენერგიას, ამ მუქთას მაგიტო ვიძახი, რომ სადღაც მე ამ ვალების დაბრუნება აუცილებლად მოუწევს ადამიანს. ხო, აი ამ ხელოვნურ სინთეთიკურ ბედნიერებაში ყოფნით, მე შეიძლება ორჯერ და სამჯერ მეტი შრომა მოუწიოს ადამიანს ამისთვის. და ეს აუცილებლად ესე დადგება ან ინკარნაციულად, ან შვილებთან, ესე იძახის ეზოთერიკა, თუმცა ამ შვილებსაც აქვთ თავისი პირადი კარმა, აიღებენ ამ მშობლების ენერგეტიკულ ველს თუ ცოტა ინდივიდუალურად თავისი კუთხით წავლენ, ხო, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არჩევანი არის, თუმცა რომელიღაც შვილიდან, რომელიღაც აიღებს, რომელიღაც არ აიღებს, ხო, ესეც კარმული თემა არის. მაგრამ აი ეს ახლა მე როგორც მაგალითად ძლიერი სატურნის მქონე, აი ესეთი რაღაცეების, მუქთა რაღაცეების არ მჯეროდა არასოდეს, ხო, რომ რაღაცები უნდა გამოიმუშაო, რაღაცებში უნდა ჩადო ენერგია და უნდა იშრომო. იმიტომ რომ აუცილებლად მე აი ეს რაღაც სამყაროს კანონები არის, არ ვიცი, შეიძლება ეს მეცხრე სახლი მეუბნებოდა ამას ყოველთვის ელენა მაგალითად, რომ არის სამყაროს ისეთი მაღალი კანონები, რომელიც არასოდეს არ უნდა დაარღვია. და თუ დაარღვია ამის გამო ძალიან ხანგრძლივ პროცესში შეხვალ, კარმულ ხანგრძლივ პროცესში, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი ხანი ვერ გამოხვიდე აქედან. აი ამის ინტუიტიურად ყოველთვის მჯეროდა და ყოველთვის ხედავდი ამას. მე და გინ ფსიქოლოგიის სწავლით ახლა თქვენ რომ დააკვირდეთ მაგალითად ადამიანი, რომელიც თუნდაც აი ეგოს დონეზე, ხო, აი წინასაც გავაკეთე ვიდეოს, რომელიც სატურნის თემაზე არ იმსახურებს ადამიანი, იქ არის მაგალითად, ხო? ან პოლიტიკაში არის, ან სხვადასხვა სტატუსური კუთხით, რაც არ იმსახურებს ადამიანს, სადაც არის, ან კარიერულად, ან კარმულად მაგალითად, ან ფსიქოლოგიურად, ან უნარები არ აქვს ისეთი, როგორიც იქაჩება სიტყვაზე, ხო? ეს არაადეკვატურ ეგოს როცა ვილაპარაკებთ, მაგალითად, ხშირად არის ხოლმე, რა ხა პარტნიორულ ურთიერთობებში იმხელა ცხაობა არ გინდ გარეგნულად, გინდ სოციალური სტატუსით, გინდ ინტელექტუალურად, გინდ ღირებულებების კუთხით და ესეთი შეუთავსებლობა, ესეთი კარმული ბალანსის დარღვევა იქნება ეს სხვადასხვა, ხო? არასოდეს კარგად მაინც არ თავდება ხოლმე. და არის ეს სამყაროს კანონები. არ უნდა მოვეპოტინოთ ჩვენზე კარგს და არ უნდა მოვეპოტინოთ ჩვენზე უარეს სიტყვაზე, ხო? თანასწორი ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია. აი სატურნულ ენერგიაზე, როცა ვლაპარაკობთ, ხო, არის ეს რაღაც კანონები სამყაროსეული, რომელიც მოითხოვს სულ ბალანსს და არა შეიძლება ამ ბალანსის დარღვევა. თუ მოვეპოტინები მე ჩემზე უფრო, ახლა ცოტა ისეთი ენით ვლაპარაკობ, მოვეპოტინები ჩემზე უკეთეს ვარიანტს ჭალებში. მაშინ მე უნდა გავიზარდო იმ დონეზე და ეს უნდა მივიღო როგორც ჩანსი, რომ მე განვითარდე, მე ვისწავლო რაღაცები, მე უნარები განვივითარო. აი მაშინ ოკეი არის, მაგრამ თუ უბრალოდ მინდა რომ აი ჩემი ამბიციები იმაზე მეტი არის ვიდრე რეალური შესაძლებლობები, ეს კარმულად ცოტა ბრუნდება ხოლმე, ამას ამბობს კარმული ასტროლოგიაც, ეზოთერული თემების მაგალითად და ნუ ფსიქოლოგია ახლა ამ სიღრმეში მაინც არ არის ჩასული, თუმცა იქაც არის შენი ფასი და თვითღირებულება და რაღაცა, ხო? ამასაც დააკვირდით ხოლმე. როდესაც თუნდაც მეგობრულად თავაზობთ ხალხს იმას, რაც მათი ინტელექტისთვის არ არის, ან მათი ემოციური ინტელექტი იქნება ეს თუ აი ადამიანს თუ აძლევდით სიკეთეს და მისთვის სიკეთე არ არის ფასეული. მაისთვის მაგალითად სხვა რესურსები არის ფასეული. ეს უკვე წყალში გადაყრილი ენერგია არის. აი აქ არის სატურნის ენერგია ძალიან მკაცრი. ძალიან მნიშვნელოვანია. აი აქ იკარგება მე ჩვენი ენერგიები. ჩვენი ენერგიები რო იკარგება, აქ ბედნიერების ენერგიაც იკარგება შინაგანი, ხო? და წარმოიდგინეთ, ახლა რამდენი შრეზე არის სამუშაო, რომ აი ეს დავიბრუნოთ, ჩვენი მთლიანობა დავიბრუნოთ სადღაც 1000 ესეთ ადამიანში აღარ ვიტყვი, ჩავდეთ ენერგიები და ეს ყველაფერი უკან უნდა დავიბრუნოთ,
ხო? და დაბრუნება რას ნიშნავს? სხვადასხვა ეზოთერიკა ამბობს, რომ რეალურადაც ვიბრუნებთ ამ ენერგიას, შემოსვლა ხდება ენერგეტიკული დანაკარგების, ხო? მაგრამ ცოტა ეზოთერული კუთხით რო შევხედოთ, ეს არის თითქოს იმ ადამიანების დანახვა და შესაბამისად ჩემი თავის დანახვაც, რომ მე მინდოდა, ოღონდ მე სხვების გამეძებდი ამ ყველაფერს. როდესაც ამის აღიარება ხდება დაბრუნება საკუთარ თავში. ეს ცოტა ტყილთანაც არის დაკავშირებული ადრეწია ვიდეოშიც გითხარით, ეს არის მარტოობის განცდა, ეს არის სიცივეც შემოდის, ზოგჯერ ფიზიკურ დონეზე სიცივე, რომ სადღაც ეს არის მცდელობა, მაინც კავშირის გარემოსთან, ეს ჩვენი ბუნებრივი უნარები, რომ მე ეს მინდა რომ მივიღო. შესაბამისად, ეს ძალიან კარგი საშუალება არის კონტაქტზე გავიდე ადამიანთან, ხო, რომელსაც ეს შეუძლია მომცეს. აქ თბილი ურთიერთობები, ურთიერთკავშირი მყარდება, ხო? და როდესაც ეს განცდები არის ძალიან დაუმუშავებელი და პატერნებშიც ის ხო ფსიქოლოგიური პატერნები მშობლების, მაგალითად, ყოველთვის ვეძებ ისეთ ადამიანს, რომელიც ზუსტად ამას ვერ მომცემს და ტრავმა კიდევ უფრო ძლიერდება. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი და ვაწყდებით იმას, რომ პირიქით ჩვენ კიდევ უფრო ფრუსტრირებულები და კიდევ უფრო ენერგეტიკულ დანაკარგშიც შევდივართ. ესეც, ეხლა მე აქ ვლაპარაკობ გაცნობიერებულ ადამიანებზე, ვისაც ეს ენა საერთოდ ესმის, ხო, ზოგიერთი ადამიანი არის საერთოდ არ ესმის ეს ენა, ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ და მაგალითად ასტროლოგიას იყენებენ პირდაპირ, აი ხა წავიდე თუ არ წავიდე, ეს გამომივა თუ არ გამომივა, პროგნოზი რო გავაკეთოთ 1 წლის და ეს იცით როგორი აბსურდი არის 1 წლის პროგნოზი, როდესაც უბრალოდ სამკითხაოდ გვინდა ვილაპარაკოთ, ეს არ მუშაობს ესე, ხო? უნდა მაქსიმალურად გავყვეთ ადამიანის ცხოვრებას, ნახოთ ბევრი სხვადასხვა რუკა და შევხედოთ, ესე იმუშავებს თუ ესე იმუშავებს და ეს ინფორმაცია განა იმისთვის არის ნევროტული შფოთვა დავიწყნაროთ, აბა რა იქნება მომავალში, ხო? და მაგიურად გამოვიყენოთ ასტროლოგია. არამედ იმისთვის, რომ მე ეხლა თუ რაღაცა ცვლილებები მექნება სერიოზული. მე ვიყო უკვე ძალიან დაკურებულად. მე გავითვალისწინო, რომ ეხლა მე თუ სატურნი გადამდის მაგალითად მზესთან ოპოზიციაში, ან მზეს უერთდება, მე სადღაც მომიწევს ცოტა შეზღუდული კუთხით ყოფნა. შეიძლება მე ეხლა რაღაც დიდი გეგმები არ დავსახო. იმიტომ რომ ამის შესრულება შეიძლება ცოტა პრობლემა იყოს. ან თუ ძალიან დიდი ხანი ვწვალობდი ამაზე, ეხლა პირიქით შეიძლება შედეგები დავდო. ხო, ვისთვის როგორ? ანუ ეს უნდა იყოს ადამიანთან კონტაქტში, ფსიქოლოგიურად გაცნობიერებული. აი, მაშინ არის მართლა ენერგიას სწორად როცა ვიყენებ, ხო? ეხლა როდესაც ამდენის გაგებების უნარები არ აქვთ, ბევრს ხო, მაგალითად, ხო? მანდ უკვე აზრი აღარ აქვს საუბარს, მაგალითად, ხო? აი, ესე ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეხლა ცოტა მიგრძელდება ეს ვიდეო, მაგრამ ამაზე მინდოდა მე დაპარაკა თქვენთან, რომ აი ეს ბედნიერება სინთეთიკური იქნება თუ ბუნებრივი, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ძალიან დიდი შრომა არის აქ ჩასადები და ამასაც გაცნობიერებლად უნდა შევხვდეთ. და თუ ჩვენ აქ გვეზარება, არ გვინდა, ეს ყოველთვის უკავშირდება იმას, რომ ძალიან დაბალი თვითშეფასება გვაქვს და ეგრევე გვინდა ჩვენ ან ყველაფერი ან არაფერი თემა, ხო? ან ის უნდა მთლიანად, მე ვხვდები, რომ ძალიან შორსა ვარ ამ ყველაფრისგან და ჯობია არაფერი არ გავაკეთო, არაფერი არ დავინახო, ოღონდ არ დავინახო რა შორსა ვარ. და ეს კი არა, ამჯერად ეს სიტუაციას კიდევ უფრო შორს მივყავართ ამ სცენარს, ხო? იმ რაღაც შანსისგან, დამუშავების შანსისგან და მე მანდ უყურებთ ხოლმე რეგრესს, მაგალითად ადამიანის, ხშირად ნახავთ ხოლმე ადამიანებს, რომელსაც საერთოდ სერიოზული პრობლემები აქვს, ჩაძირულები არიან, მაგალითად ხო რაღაც თავის ნეგატიურ პატერნებში და უკვე შეიძლება ადამიანი პრობლემური გახდეს, რომ ვეღარ ეკარები საერთოდ. ვეღარ ან კონტაქტობ, ვეღარ ურთიერთობ, იმდენად ტოქსიკურს რო ვეძახით, თუ ტოქსიკური გახდა ადამიანი და ეს ტოქსიკურობა ზუსტად ეს არის, მეგობრებო, როდესაც ვერ ერევა თავის პრობლემებს ადამიანი და არც ყოფნის ან ნიჭი, ან უნარები, ან ინტელექტი, ან ხმა დარჩი არის, რომ ვინმე დაეხმაროს, მაგალითად, ვინმე რამე ურჩიოს, ვინმე რამე ასწავლოს, მაგალითად, ხო? აქ ეს აღარ ხდება მერე და აქ უკვე ჩოხდებით ხოლმე, რომ ამ ადამიანს მომავალში დიდად კარგი არაფერი არ გელოდება სიტყვაზე, ხო? გამოსწორება, ან შინაგანი ჰარმონიას გულისხმობთ, ხო, თორე შეიძლება მერე ადაპტაციასაც აკეთებენ ადამიანები, თუ გინახავთ ან მატყუარები, ან აი ეს მედროვებს რო ეძახიან ხა პოლიტიკაში რო არიან, ხო? ეს არის ადამიანი, რომელსაც უკვე ხელი ჩაიქნია თავის თავზე და მიხდა, რომ მოდი რა, ხა
მე ვერ განვითარდები, შესაბამისად ადაპტაცია უნდა მოვახდინო ამ ცხოვრებაში, რომ რაღაცნაირად გავხაჩო, ხო? კონკურენციაში, ამაში გავხაჩო, იმიტომ რომ ეს სხვა არ შემიძლია. თუნდაც ახლა პოლიტიკურ სიტუაციებში, როდესაც ესეთი ხალხი არის, მედროვეები, როდესაც ცდილობენ მაქსიმალურად უფრო დააგროვონ დივიდენდები ფინანსური, ხო? ეს არის აი ზუსტად ეგ არჩევანი, რომ მე მივხვდი, რაუნარები არ ყოფნის, ინტელექტი, ღირებულებები არ მაქვს, შესაბამისად რო არ დავიკარგო, მე უნდა ვადაპტირდე იმითი რაც მაქვს, ხო? შესაბამისად მე არაფერს არ ვაწარმოებ, უბრალოდ კარგი ესეთი მოკლე გონებით ვცდილობ დავაგროვო რესურსები, რომ ამითი მაინც ცოტა კონკურენცია გაუწიო იმ რაღაც უფრო ესეთ სულიერ ან განვითარებულ ადამიანებს, ხო? აი ესეთ სცენარებს თუნდაც ჩვეულებრივ რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება ხედავდეთ ხშირად ასეთ მომენტებს და მანდაც თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს ადამიანს, ხო? და მანდ ისე კი არა, რომ ცუდი ადამიანი, ესეთი ეს არ არის, ეს არის უბრალოდ ის მომენტი, რომ ადამიანს არ ეყო მაგალითად განვითარებისკენ ნაბიჯი გადაედგა. არ იყო ის გამბედაობა, ის ენერგია, ის ინკარნაციული გამოცდილება თუ გინდათ დაარქვით და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. აი ეს არის მთელი ყველაფერი, მეგობრებო და იმედია რომ რაღაცნაირად საინტერესო იყო თქვენთვის ამ თემაზე დაგაფიქრეთ. მე ხახსუხშად ვფიქრობ ხოლმე ამ ყველაფერზე, ეგზისტენციალურ თემებზე, ფილოსოფიაზე, ასტროლოგიაზე, ფსიქოლოგიაზე და რაღაც დღეების განმავლობაში რომ მიგროვდება ხოლმე რაღაცა ფიქრი, მინდა ხოლმე მე გაგიზიაროთ და ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, ველოდები თქვენ ლაიქებს და იმედია საინტერესო იყო. შემდეგ კიდე ერთ სატურნზე მაქვს დასასრულებელი ციკლი, მასაც შემოგთავაზებთ. და ეხლა კი დაგემშვიდობებით დროებით, მაშინ